ქართული ოცნების წევრი სახლს თავს დაესხნენ გორის რაიონის სოფელ საქაშეთში ლია ასანიძის სახლს ჯერ ბოთლები ესროლეს, შემდეგ კი ფანჯრის მინები ჩაამსხვრიეს. ასანიძეები მომხდარს პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებენ. ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც ოჯახის წევრები კოალიციაში გაწევრიანდნენ, მათ მიმართ მუქარამ უკვე სისტემატური ხასიათი მიიღო. იმის მერე რაც ამოსულები იყვნენ აქ დეპუტატობის კანდიდატი ბატონი სოსო და ბატონი თამაზი, მაშინ თქვი ინტერვიუ მივეცი, რომ არ მეშინია მეთქი ჩემი შვილებიც პარტიაში არიან, ოცნების პარტიაში და მეც მეთქი და აი იმ სიტყვების მერე რაც თქვი, რომ არ მეშინია მეთქი და იყო ჩემ შვილებზე ზეწოლა და შეურაცხყოფები, იმის მერე მოხდა ეს ამბავი. და მე უკავშირებ მაგას, სხვა არაფერს მე არავისთვის არაფერი დამიშავები არ ჩემ შვილებს. სამწუხაროდ დღევანდელმა ხელისუფლებამ გააკეთა ის, რომ დააპირისპირა მეზობლები, ნათესავები ერთმანეთს, თანამოქალაქეები, თანასოფლები და უკვე ზიზღი გააჩინა ერთმანეთს შორის და მე მინდა მიმართო ყველა ჩვენ ხარდამჭერს, კოალიციის ხარდამჭერს, რომ არავის არ მეუტოვებთ არაზოს იმ პრობლემების დროს, რომლებსაც მას უქმნის ხელისუფლება.